თურქი ბიზნესმენი ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ დავით კეზერაშვილის შესაძლოა გამოძიება დაინტერესდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უცხოეთიდან ნოტა მოვიდა. დოკუმენტში წერია, რომ ექს-ძალოვანმა მინისტრმა საკუთარი უწყებისთვის თურქეთის მოქალაქეს Toyotas მარკის 10 მანქანა იძულებით აყიდინა. საუბარია თავდაცვის ყოფილ მინისტრ და ფინანსური პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელ დავით კეზერაშვილსა და თურქ ბიზნესმენ ადნარ აქაიარზე. მეცხრე არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აქაიარი ზეწოლის დეტალებზე თავად ყვება. თურქი ბიზნესმენი და ძალოვანი სტრუქტურებიდან შესული სატელეფონო ზარები დღეს Toyotas ცენტრშიც გაიხსენეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში პირველი საქმე შევიდა. თურქეთის მოქალაქე ადნარ აქიარი დავით კეზერაშვილის ფულის გამოძალვისა და არაადამიანური მოპყრობისათვის უჩივის. დამიკავშირდა საფინანსო პოლიციის უფროსი დავით კეზერაშვილი და მითხრა, თუ გინდა რომ საქართველოში ბიზნესი ისე ჰქონდეს, Toyotas ცენტრიდან მანქანები უნდა გამოიყვანო. მივხვდი, რომ მუქარა რეალური იყო და სხვა გამოსავალი არ მქონდა. 2006 წლის 8 ნოემბერს მე და ჩემი პარტნიორი მივედით Toyotas ცენტრში და გამოვიყვანეთ 3500 ლარის ღირებულების მანქანები. თურქეთის მოქალაქე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯერ კიდევ 2006 წელს აიძულა, რომ სამინისტროსთვის თბილისში მდებარე Toyotas ცენტრში 10 ძვირადღირებული ავტომობილი შეეძინა. 2008 წელს ჩემს ფირმაში მოვიდა საფინანსო პოლიციის უფროსის დავით ქარსელაძის ძმა სოსო ქარსელაძე, რომელმაც გვითხრა, რომ ჩვენი ფირმის კრიშა იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიმუშავებდით. იძულებული გავხდით სოსო ქარსელაძე ჩვენი ფირმის ფაქტობრივ დირექტორად დაგვენიშნა, რომელსაც თვეში $100,000 მიჰქონდა. აღნიშნულმა პიროვნებამ გაარკვია რა ნომრები შემდეგ მიენიჭა ამ ავტომანქანებს და აღმოაჩინა, რომ რამდენიმე ტელეკომპანიაში გამართულ ნაციონალების თქვათ სადღესასწაულო ზეიმებზე და ასე შემდეგ რამდენიმე შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს როგორც საჩუქრად გადაეცა მის მიერ შეძენილი ავტომანქანა. ერთ-ერთი მოთხოვნის შემდეგ კი როცა ბიზნესმენმა უარი თქვა თანხის გადახდაზე, დააკავეს და 1 წლით ციხეში ჩასვეს. იხსენებს ციხეში ფიზიკური ზეწოლის ფაქტებსაც. 2009 წელს დავით ქარსელაძე აღარ იყო საფინანსო პოლიციის უფროსი, ამიტომ მისი ძმა სოსოც წავიდა ჩვენი ფირმიდან. მისი წასვლიდან 2 დღეში კუდის და სოდის თანამშრომლებმა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დააკავეს ჩვენი ფირმის ბუღალტერი, რომელსაც 500,000 ლარის საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მისი გათავისუფლებიდან რამდენიმე თვეში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დამაპატიმრეს მეც. 1 წელი ვიყავი პატიმრობაში, არაადამიანურ მოპყრობაში. 1 წლის შემდეგ გადავიხადე 200,000 ლარი და იმ დღესე აღნიშნულ ფაქტზე დღეს ჟურნალისტებთან მთავარმა პროკურორმაც ისაუბრა, თუმცა არჩილ კბილაშვილს არც ერთი კონკრეტული გვარი არ დაუსახელებია. მართლაც უნიკალურ ფაქტთან გვაქვს საქმე, როდესაც მინისტრის მიმართ პრეტენზიით მოგმართავს არა მოქალაქე, არამედ უცხო ქვეყნის საელჩო უგზავნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტას და საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ჩვენთან მოდის ეს ნოტა და Toyotas ცენტრში დღეს მანქანების იზოლებით შესყიდვის არაერთი ფაქტი გაიხსენეს. ცენტრის დირექტორის თქმით, მსგავსი შესყიდვა ყველაზე ხშირად 2006-2008 წლებში ფიქსირდებოდა. ერთი პერიოდი განსაკუთრებით 1-2 წლის განმავლობაში, სადღაც 2007-2008-ში, აი ამ პერიოდში და ამ თურქს რაც შეეხება 10 მანქანა ნამდვილად მახსოვს, რომ იყო ესეთი შემთხვევა, მაგრამ სახელებარი სამწუხაროდ არ მახსოვს. 10 და 20 კი არა, ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა 50 და 100 მანქანა უყიდიათ. გააჩენია, ხან ფინანსური პოლიციიდან, ხან პროკურატურიდან, ხან შინაგან საქმეთა სამინისტროდან. სხვადასხვა დროს სხვადასხვა. ისე რომ ერთი კაცი ყოფილიყო, სულ ეგრე არ იყო. პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ მალე დასაკითხ ექს-მინისტრთა შორის დავით კეზერაშვილიც აღმოჩნდეს.